დღესვე პარლამენტში რიგგარეშე სესიაა დანიშნული დეპუტატების სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშზე ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ანგარიშს და რეკომენდაციებს მოისმენენ. Ამ რეკომენდაციები ეხება თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის შინაგან საქმეთა და სასჯელ აღსრულების სამინისტროებს და მთავარ პროკურატურასაც. უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ასახულია ყველა ის დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში არ აქვთ იმის იმედი, რომ ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. გავიზიარეთ ჩვენ სახალხო დამცველის რამდენიმე მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდ დიდი წილი რეკომენდაციების, რომელიც ეხება იგივე სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში პრევენციის ჯგუფისთვის დამატებითი შესაძლებლობების მიცემა საქმიანობის განხორციელებისთვის. პარლამენტს დღეს ვთავაზობთ, რომ ვიმსჯელოთ ომბუდსმენის იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ინსტიტუციურ გაძლიერებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურების შექმნის იდეასთან დაკავშირებით მსჯელობას. სახალხო დამცველის ანგარიშში ყველა ის პრობლემა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ქვეყანაში, ასახულია. იქნება ის მაგალითად ციხეში მაყურებლების ან ორგანიზებული დანაშაულის დაბრუნება, იქნება ის ვანო ბერაბიშვილის საქმიდან გაყვანა და ყაჩაღი ფარცხლაძის მიერ დაშანტაჟების მცდელობა, თუ სხვა პრობლემები. სხვა საკითხია თუ რამდენად და რატომ არიდებს სახალხო დამცველი შეფასებების გაკეთებას მის მიერვე მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით და ასევე მნიშვნელოვანი არის რა რეაგირებას მოახდენს ხელისუფლება ამ მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს ხდომა მიმდინარეობს, სადაც დღევანდელი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგს დაამტკიცებენ. დღეს პირველ საათზე კი თავად ხდომა გაიმართება. გმადლობთ რატი ხუშტანი საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.